ბრბოთქცეულია, როდესაც 2 კილოგრამ რაღაც საჭმელში ან და იმაში რა ქვია, რაღაცა საწოლში რომ გაყიდის ხმას, კაცის სინდის ხიდის. რა უფლება მაქვს ესე დავადანაშაულო ჩემი ერი, მაგრამ ძალიან დიდი ცილი მოდის ხალხს. ისმაკ შეიძლება დაელაპარაკო. შეიძლება შეწყობაში შეყოლილ ადამიანს დაუჯდე და ელაპარაკო. ისმაკთან ლაპარაკო. ვისთან მიხდე და როგორ მოიძნე იმაზე ვიზდები. ძალიან პაპის ჯასუხსა დგასა სუყო მაგრამ ეგ როგორ თქვეს რომ უნდა მიხდე და უნდა უთხრაო. რა უნდა უთხრა? თქვენ როგორ გინდათ ახლა იმ ადამიანების ვინც იძახის რა მე ჩემი საქმით ვაკეთებ ხოლმე. ეს გამართლება თავისი სუსტს. სწორედ 2003 წელი იყო და ეს პერიოდი იყო ჯერ კიდევ რევოლუციური ეიფორიიდან არ იყო გამოსული საზოგადოება და 24 საათში გამოქვეყნდა ჩემი ლექსები, აი ზუსტად რამდენიმე ერთი კვირის მოხდარი იყო და მე ბევრი ამბობდა რომ ეს რაღაც გარკვეული წინასწარმეტყველება იყო, იმიტომ რომ დროა მანახე ისეთი გუნდი ამბოხებული რომ გაყვეს ხალხი, როცა სტოპი ქადაგებას უდრის, როცა ტემბრი კივილია ქართნის დააკანონე უეკლე ვარდი რომ ყველა მკრეფით იჯეროს გული დააკანონე და ისე წადი რომ მიხარკების არ გაყვესონ. აი დაუწერე როდესაც მე ნამდვილად არ ამგონია რომ დაუმორჩილებლობის კომიტეტის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვითულებოდი მტრას, მაგრამ გავაფრთხილე. ეხლა თქვენ რუსეთთან ძალიან დიდი ურთიერთობები გაქვთ ბატონო და რა ინტერესებს ჩემონოდა თქვენ როგორ ფიქრობთ საერთოდ ამ რუსეთ-ქართულ ურთიერთობების განვითარებას? არა, ასე ვთქვით, დაუსვიტოთ ამ რუსეთთან ყველაფერს. ეგ მეგონი ხალხია, ეგ უცობის ბრალი არ არის. ეგ არის გეგმაზომიერი ისეთი შუღლი შემოგდება ორ ერთ შორის, რომელსაც მაგალითად შეიძლება უცხო ტონორმა გააკეთოს და შენი როცა აკეთებს, ეს არის უკვე ბოროტე. მე ის როგორ დამავიწყდება გასულ ზაფხულს. ეს რა უნდა? საშინელი სიცხე. და თეატრში მიდიოდი დიდი ნავის ხუთი და უჭირავს რაღაცა ხელში და ეს ზურგი რომ მოულოდე და რას ვხედავ. საზამთროს დიდი ხაბია ესეთი, ესე იგი ამოუთხრია ვიღაცას და ჩაუდგია ეს. და დარჩენილია ხო რაღაცა სიცხისგან ეთქება დადნის და ამას მოიხვდა ესე და სვარდა. აუ, რასიდა. სუდად გავხდა, ეგრე რა ვქნა. ეხლა თეთრი ვერ გადავარდა. ჩავეკავე ჯიბეშკელი და სამლარიანი მამოყვა. სამლარი როგორ უცა. აუ, ისე გამიება, მაგრამ მაინც გადავლახე და ისე დავშვიდი უცებ. რეალიზმის შევარდაძის ყველაფერი ეს არის უბედურება. უბედურება. ეხლა გრიშა. ხო გრიშა. ძალიან ცოტაა სამწუხაროდ ესეთი ადამიანი, რომელიც ბედას თუნდაც ხანდახან რაღაცა პატარა ხმა ამოიღოს და აი რაღაცა შემგუებლობა, რაღაცა ეს კონფორმიზმის ის იზრდება, ეს თავად. კი ამ ცირდება, მე ვერ გავიგე. ხალხი ერთნაირია. არ მithne ხო, რომ ფრანგები უკეთესები არიან. საბრიგეთის რევოლუციას გამოიყვანეს. სამართლებოდან კალები და დაჭრეს მუცლები და ბავშვები გადაბარეს იმერეთში. ფრანგები რა გიქრს? ხალხი არ იცვლება. იცვლება დრო, იცვლება რეჟიმი. იმ ადამიანს რომელიც ზის, აი ახლა გვიყურებს და ფიქრობს, აზრზე, იმ მანდარინი უწიეთ კიდე სიგარეტს ეწევიან, რას ხანდარობენ? იმას კი არ ფიქრობენ, რომ ეს კეთდება საერთო საქმეს. მაგრამ მაინც უყურებს. იცი რატო? ჭუჭლუ ტანაში შეხედვის სურვილია ადამიანს. თავბედის წყევლა გევლით. სულ მას მომართ. მათ თავის პრეზიდენტები ანახდა კენ მინისტრებიან. სულ მას მომართ. ბატონებო, კიდევ ესე მომართოთ სხვათა შორის. უზდელები არ უნდა იყოს, თორე ისე მეტი ზღისები ხარ სხვათა შორის კიდე. ამდენი ლანძღვის კი არა. აი, ორი ჯოხებით უნდა გაკრეკოს სამხალხო. ისეთი რამე გააკეთა. იგი მოსგენიჭირიმე შემოგვია რა ვიცი. ნოდარმა ღირსების ორდენზე რო უარი თქვა მაშინ, უკან რომ მიუგდო მაგათ ეს ღირსების ორდენი, იმიტომ რომ ვეღარ ვეკავენ და ვეღარ იმაშებიან ესე. მე არ ვეთანხმები მის იმას, რომ ღირსების ორდენზე რო უარი თქვა, იმიტომ რომ ორდენს ხალხი იძლევა და არა ხელისუფლება ამას ასრულებს. თუ მართლა შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ
ნებისმიერი კაცი და გიგალურ თფანზე მათ შორის რომ შეიძლება რომ ინდაურით შემოირიგო და ინდაურით რაღაცა მაგრამ ეს ძირითადად რა არის რომ მათ უნდა თქვენი სახელის გაბინძურება ამით ეგ უთხარი პირდაპირ რომ ქართული კულტურა ქართული მეცნიერება არის განადგურებული შეუძლებელია ამასთან შერიგება Сколько я зарезал? Сколько я зарезал? Აი, ვისაც იძინებს. მე მაყურებელი ვარ. რამდენი კამერა აქვს, როგორ ძლებს? აი ეს თვალებაში რა აუდიომერს არა, კამერას როგორ უძლებს თორე? ძალიან ძნელია რა ის ჩაკეტილი სივრცე მაგარი დამთრგუნველი კი არის მაგრამ შენ გამოდიხარ ორ შემთხვევაში გავიგეთ ერთი ვარიანტია რომ გადადგება დაინიშნება არჩევნები მეორე ვარიანტი გაერთიანდა ოპოზიცია გაერთიანდა ოპოზიციაზე არ გამოვდივარ არ გამოდიხარ გაერთიანდა ოპოზიციაზე კიდე აქედან ახურებ და ვახურებ რომ გადადგეს ბიგჯეგერი და ჩამოვიდეს და კონცერტია თქვა ბიგჯეგერის. ხო. გამოხვალ? არ არსებობს. დაგინდა მითხარი რა. მე არასდროს აღარ მინდა. პირველი ესე გვარი და სახელი გაინტერესებს, მე ვინ მინდა მიხილო პარლამენტში. გაინტერესებს? ხო, არა, რატო გეუნები? შენი აზრი. აი, ჩემი აზრი, როგორ შენ გონია? მიხილო პარლამენტში. პრობლემაა ეგ, ხო იცი, რამდენი არჩევნები მოხდა, ბარემ დაწერე და გვეცოდინება რა. დათო მაგრაძე მაგრამ მინდა თვითონ არ ვიცი და ალბათ დათო შენ შეცვლები ხარ გააგზელე კაცო გადაახდე რამას კლიმიაშვილი რამას საყვარელიძე სანდრო ლეჟავა კოკო კაპანაძე მამუკა ხადა ერთი ორი ნაციონალებიდან არ უნდა შეგეყვანა? მოვიფიქროთ. გასაგებს როდესაც სხვაგან და ჩვენ შეამეში მაგას გეუბნები რა ნებისმიერ ჩვენთაგან ჩვენ ვიღა ვიღაცა მოაგვაროს ვერ მოაგვარებს ვიღაცა სხვა შენ პრობლემას შენ მაგას ხომ ეთახე კი ხო აბა შენ მეუბნები რომ ის აფხაზეთის და ის რა ქვია ოსეთის პრობლემა ხო ჩვენშია კი ხო მაგას გეუბნები ჩვენ უნდა მოვიგონოს ეგ პრობლემა რომ ყველანი ყოფილები ვაყოფოთ ჩვენიანად ეხა მე აი ამაშია ნიჭი პოლიტიკოსის ნატოში შეცდას მიეცით მა მივეც მეც მივეც არაფერი ეკითხებით რა და რომ იყოს ეგეთი სიტუაცია აი რომ გითხრა რა აი ვიღაცა პუტინა ჩავიდა ვიღაცა ნებისმიერი ტიპი და უთხრა რა რომ ტერიტორიას გითვლიანებ რა იმან რომ გითხრას რა ოღონდ ნატოში არ შეხვიდე რა ამაზე ვითხარი არ წაყვე ბიჭო ნაყვე თუ არ წაყვე ვითხარი არ წაყვე ბიჭო იმდე 200 წელი ეგრე ბატონეს არ შემოწაყვე შეგვიძლია ორე არაკიები არასდროს რომელიც გაიწვა უსადა შეგვიძლია არაკიები მოვიღოთ გარანტია საერთაშორისო გარანტიები რო აღწეროთ საერთაშორისო გარანტიები აი ამის გოსვა ია ყველა საერთაშორისო გარანტია ფეხზე დიზონა ფეხზე კიდია ბიჭო რა სწორად ორა იტალია ამაზე ფიგარეთი მოსწია გარანტიები ავიღო აი ადამიანი აი გულის ადამიანი რო ხარ მაინც გჯერო შეიძლება ადამიანი მაინც შეიცვალოს უკეთესად